კრწანისის რაიონის ამომრჩეველს ქრისტიან დემოკრატების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საარჩევნო შტაბში შეხვდა. საზაგაბუნიამ მოსახლეობას პარტიის ძირითადი პრიორიტეტები განუმარტა, მათ შორის შემცირებული ტარიფები, განათლების რეფორმა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. მე უარი ვთქვი პარტიული სიით, ანუ იოლი გზით პარლამენტში შესვლაზე, იმისთვის რომ ჩემი სურვილია კრწანისელების ხარდაჭერით გავხდე პარლამენტის წევრი, იმისთვის რომ კრწანისელებმა აღარ იცხოვონ ავარიული სახლების პირობებში, კრწანისელებმა აღარ იცხოვონ ერთიანი ქვითრის და ძალიან მაღალი კომუნალური ტარიფების პირობებში, კრწანისის ყველა ფენას ქონდეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ჩემი დასაქმების პროგრამის საშუალებით დაჩილება მეტმა კრწანისელმა ახალგაზრდამ იპოვოს დასაქმების ადგილი. საზაგაბუნიას მოტივაცია დაბალი ტარიფები ხალხს. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა ჩვენ კრწანისელებს გვჯერა რომ ზაზა გააკეთებს დაბალ ტარიფებს და ასაქმებს ხალხს. ქრისტიან დემოკრატების საბურთალოს რაიონის საარჩევნო შტაბი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ სარჯოლაძემ გახსნა. მან თავის წინა საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა და პარტიის ზოგად პრიორიტეტებსაც შეეხო. მე მოვდივარ პოლიტიკაში სიღარიბის დაძლევისათვის და სამართლიანობის დამკვიდრებისათვის საქართველოში. მე მინდა იცხოვროს საქართველოში, როგორც ღირსეულ ქვეყანაში, ღირსეულმა მოქალაქეებმა. ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება, ხოლო პენსიონერებს დაფასება.